სოციალურად დაუცველთა ბაზა გადამოწმდება მთავრობის ამოცანა სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა, რადგან დღეს მდგომარეობით ირკვევა, რომ შემწეობით ის ოჯახებიც სარგებლობენ, რომელთაც ამის საჭიროება აღარ აქვთ. სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პანდემიის გამო ოჯახები წლების განმავლობაში არ გადამოწმებულა ბაზას ახალი ბენეფიციარები ემატებოდა, გადინება პრაქტიკულად შეჩერებული იყო, დაფინანსება და დახმარება კი უწყვეტად გრძელდებოდა. ნინო არგვლიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას არ საჭიროებენ. შესაბამისად, მიხეილ სარჯოვაძის უწყება სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზების გადამოწმებას იწყებს, რათა ეს მონაცემები სრულ შესაბამისობაში მოვიდეს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, ასევე შემცირებულ უმუშევრობასთან და შემცირებულ სიღარიბის დონესთან. დღეს მინისტრმა რამდენჯერმე განმარტა, რომ ამ პროცესის მიზანი ბაზების შემცირება არ არის. მიზანია ის, რომ სახელმწიფოსგან დახმარება მხოლოდ იმ ადამიანებმა მიიღონ, ვისაც ასეთი დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა ისიც, რომ გადამოწმების პროცესი მკაცრად გაკონტროლდება. ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც საბედნიეროდ აღარ აქვს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმებას იწყებს, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფოს დახმარება მივიდეს მხოლოდ იმ ოჯახებამდე, რომლებსაც ეს სჭირდება და ეკუთვნით. სიაში აღარ იქნება არავინ, ვინც შეძლებულია, მაგრამ ფინანსური შემწეობის ან სხვა სარგებლის მისაღებად სოციალურად დაუცველი სტატუსს ინარჩუნებს. ასე მაგალითად ირკვევა, რომ შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც რამდენიმე ათეული ათასიანი შემოსავალი აქვს. ასევე ოჯახი, რომელმაც 2024 წელს იმავე წელს გამოშვებული ავტომობილი შეიძინა. ანომალიური შემთხვევები ბევრია. არის რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც 1 წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც მაგალითად აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ასე შემდეგ. როგორც აღინიშნა, ასეთი ოჯახების რაოდენობა არ არის ცოტა ნამდვილად, თუმცა ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც ამ დროის განმავლობაში გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გააუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა. ამრიგად ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზებში მყოფთა გადამოწმება მომდევნო თვეებიდან დაიწყება. პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, სადაც მაღალია ალბათობა, რომ სახელმწიფოს შემწეობა არ სჭირდებათ, მაგრამ დახმარებას იღებენ. შემოწმების ერთ-ერთი საფუძველი ბოლო რამდენიმე თვეში 2000 ლარიანი შემოსავალი იქნება. ამგვარად იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის. ამდენად მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახების წევრებიდან დაწყებული, თვით შემოწმებლებით დამთავრებული. თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისაგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით. სოციალური დახმარების ეფექტიანობისთვის ბაზების შესწავლის გარდა ჯანდაცვის უწყება შეფასების მეთოდოლოგიასაც გადახედავს, რომელიც 2015 წლის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა. ეს იქნება თანხმოვანი პროცესი, თვითონ მეთოდოლოგია ზუსტად ისე იქნება და აწყობილი და იმ კრიტერიუმებით იქნება შევსებული, რომ მხოლოდ იმ ოჯახებმა მიიღონ სოციალური დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება და ასე ვთქვათ, ჩართვის შეცდომები იყოს მაქსიმალურად მინიმიზებული. მეტი ადამიანის მხარდასაჭერად 2012 წლის შემდეგ ქულების მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს, ორჯერ გაიზარდა. მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი სოციალური უზრუნველყოფა ხელისუფლების პრიორიტეტად რჩება. ამ პროცესის მთავარი მიზანი კი მხოლოდ ისაა, რომ შემწეობა მხოლოდ იმან მიიღოს, ვისაც ნამდვილად სჭირდება. აღმასრულებელთან ერთად საკანონმდებლო ხელისუფლებაც ხალხს შეფასების ობიექტურ და გამჭვირვალე პროცესს ჰპირდება.
ეს სახელმწიფოს პრეროგატივა და ვალდებულება, რომ რეალურად შეაფასოს სოციალური შეწყვეტების მქონე პირების რაოდენობა და მათი საჭიროება იყოს გაზრდილი და მათი სოციალური უზრუნველყოფა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სათქმელად მთავარი პრიორიტეტი. ოფიციალური მონაცემებით სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 400,000 ოჯახი, ჯამში დაახლოებით 1,300,000 ფიზიკური პირი. აქედან 185,000 ოჯახი ფინანსურ შემწეობას იღებს. ნახევარზე მეტი სხვადასხვა ტიპის შეღავათით სარგებლობს. სტატუსი იძლეოდა დასაქმების შესაძლებლობას, ითვალისწინებს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათს, ჯანმრთელობის დაზღვევის განსაკუთრებულ პაკეტს, დამატებით ფინანსებს და სხვა ტიპის შეღავათებს ბავშვებზე. ასევე სოციალურად დაუცველ პირთა ქონება ყადაღას არ ექვემდებარება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს შეღავათები ხშირად ოჯახებისთვის ფინანსურ დახმარებაზე მეტად მიმზიდველია.